ახლოვდება ეროვნული გამოცდები და დღეიდან მოგცემთ მოკლე რჩევებს და გასწავლით ერთგვარ ხრიკებს, როგორ შეიძლება გავაკეთოთ, უпростоრად გააკეთოთ თქვენ ტესტები ისტორიის გამოცდაზე, ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტები. ეროვნული ტესტები შედგება როგორც ისიც ალბათ 4 ბლოკისაგან. დღეს გესაუბრებით პირველზე, შემდეგ დანარჩენებზე რა თქმა უნდა მოისურვებთ. ისტორიის ტესტის პირველი ბლოკი, ეს არის პირველი 35 დავალება, ერთ შეხედვით მარტივი ჩანს, რადგან არის არჩევით ბოლოიანი და სწორი პასუხი არის იქ შემოსახაზი, თუმცა სწორედ აქ გვიკარგება ხოლმე ყველაზე მეტი ქულა. ხა რა ხრიკებს უნდა მიმართოთ? პირველი, ეს არის გამორიცხვის მეთოდი, ყველაზე გავრცელებული, ეს არის ესეთი ყველაზე ძლიერი იერაღი. ნუ ეძებთ ხოლმე მაშინის სწორ პასუხს. ჯერ მონიშნეთ ის ვარიანტები, რომლებიც ზუსტად იცით, რა თქმა უნდა, შავ სამუშაო ფურცელზე, ზუსტად იცით, რომ ცდარი ასეთები მონიშნეთ. ხშირად ტესტში არის ერთი პასუხი, რომელიც საერთოდ სხვა ეპოქიდანაა. მაგალითად, მე-11 საუკუნის საკითხში შეიძლება ხდებოდეს მე-17 საუკუნის მოცემულობა. ასეთი ვარიანტის მოცილება 33-35% ზრდის სწორი პასუხის გამოცნობის შანსს. შემდეგი, მეორე, ქრონოლოგიური ფილტრი ერთგვარი. თითოეულ კითხვას და პასუხს შავ ფურცელზე მიაწერეთ მიახლოებითი საუკუნე ან წელი. მაგალითად, თუ კითხვა ეხება თქვათ დავით აღმაშენებელს, მე-11 საუკუნეები მივწერეთ და პასუხებში ხვდებათ, მაგალითად, შახ აბასის ეპოქა, რაღაც ერეკლე მეორის სახელი ასე შემდეგ, ესენი მაშინვე წაშალეთ. თუ ორ პასუხს შორის მერყეობთ, გაიხსენეთ, რომელი მოვლენა უსწრებდა წინ მეორე მოვლენას. ისტორია არის მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი და ეს დაგეხმაროთ, რა თქმა უნდა. მესამე არის კონტექსტური ანალიზი, ანუ ლოგიკური ბმა. რა არის ახლა ეს? თუ ფაქტი დაგავიწყდათ და არ გახსოვთ, ამ შემთხვევაში ჩავთეთ ლოგიკა. მაგალითად, თუ გეკითხებია, რატომ ჩამოსახლა დავითმა თქვა ხიფჩაღები, გაიხსენეთ ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობა, თურქ-სელჩუკებისაგან მიყენებული ზარალი და დაცლილი მიწები და მუდმივი ჯარის საჭიროება. პასუხი, რომელიც ლოგიკურად მიებმება აი ამ საჭიროებას, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით ეს იქნება სწორი პასუხი. შემდეგი კომპონენტი არის ტესტი ტესტში. ახლა ეს რას ნიშნავს? ინფორმაციის მოძიება ზოგჯერ, მაგალითად 25 სიტყვაზე, 25 კითხვაში მოცემული ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ, მაგალითად მე-5 კითხვის პასუხის გახსენებაში. ამიტომ, როდესაც გააგრძელებთ ტესტს, აქ შეიძლება იპოვოთ ეს პასუხი. თუ რომელიმე კითხვაზე გაიჭედებით, გამოტოვეთ ეს კითხვა და განაგრძეთ მუშაობა ტესტის ბოლოსკენ, განსაკუთრებით რუკაზიან დოკუმენტში, შეიძლება შეხვდეთ ის სახელი და შეიძლება რამდენიმე თარიღი ან რამდენიმე მოვლენა შეხვდეთ, რომელიც დაგეხმაროთ პირველ 35 შეკითხვის პასუხის გაცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის დროის მენეჯმენტი. დაიმახსოვრეთ 30 წამის წესი, ამ პირველ 35 შეკითხვაში თითოეულ არჩევით ბოლოიანი კითხვას არ უნდა დაუთმოთ 30-40 წამზე მეტი, იმიტომ რომ მერე დაგეკარგებათ დრო. თუ პასუხი მაშინ არ მოგივიდათ თავში, დასვით კითხვის ნიშანი და გადადით შემდეგ საკითხზე 30 წამის შემდეგ. პირველ ბლოკზე დაზოგილი დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, წყაროს ანალიზისთვის, ან რუკის გაკეთებისთვის. შემდეგ ვიდეოში მეორე ბლოკზე რუკის გაკეთებაზე ვისაუბრებ, თუ რა თქმა უნდა გინდომებათ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ვისაც გნებავთ, რომ თითოეული ეს ხრიკი და თითოეული ბლოკი პირადად ჩემთან ერთად პრაქტიკაში დაამუშაოთ. ამისთვის მაქვს შესაბამისი ფასიანი ინტენსიური კურსიც და იქ იქნება დანარჩენი დეტალები პირადში შეიძლება მოუწეროთ ამასთან დაკავშირებით. და ბოლოს თუ გყავთ მეგობრები, რა თქმა უნდა გყავთ მეგობრები, რომლებიც მომავალ წელს აბარებენ, გადაიცით მათ, რომ სექტემბრის ჯგუფებში ჩაწერა და რეგისტრაცია უკვე დაიწყო და დროულად ჩაეწერონ. წარმატებებს გისურვებთ.